აღმოაჩინეთ თითოეული ადამიანის სისუსტე. ძალაუფლების 58 კანონი. გამარჯობა, მე ვარ ელენე, ეს არის ჩემი არხი Reverse Monday. სხვათა შორის კომენტარებში დამიწერეთ, არ ვიცი, ამდენჯერ არის თუ არა წარდგენა საჭირო, მაგრამ სულ ვარაუდობ, რომ შეიძლება ახალი მაყურებელი მოვიდეს და არ იცოდეს არც ჩემი არხის შესახებ, არც ჩემს შესახებ და აქედან გამომდინარე წარვადგენ ხოლმე ჩემს თავს. მოკლედ, დღეს ვაგრძელებთ რობერტ გრინის ძალაუფლების, მე ვიტყოდი, სახელმძღვანელოს კითხვას, რომელიც ძალიან საინტერესო წიგნია, ძალიან პრაქტიკულია და განსაკუთრებით ისეთი ქვეყნისთვის და ისეთი ქვეყნის შვილებისთვის, როგორიც არის საქართველო, იმიტომ რომ ვფიქრობ, ჩვენთან ძალიან ბევრ ადამიანს უმეტესობას, ასეც ვიტყოდი, უნდა ძალაუფლება და ამ ძალაუფლებისკენ მიმავალ გზაზე შეიძლება სხვადასხვა ზიანი მიაყენონ ადამიანებს, ჩვენ შეგვიძლია თავი დავიცვათ, ან პირიქით უფრო ეფექტურად და სწრაფად მოვიპოვეთ ძალაუფლება. მოკლედ აღმოვაჩინოთ თითოეული ადამიანის სისუსტე, როგორც გვეუბნება რობერტ გრინი. კანონის ფორმულირება. სისუსტე ნაპრალი ციხესიმაგრის კედელში ყველას აქვს. ეს სისუსტე, როგორც წესი, საკუთარ თავში დაურწმუნებლობა, უკონტროლო ემოცია ან მოთხოვნილებაა. შესაძლოა საიდუმლო სიამოვნებაც, ნებისმიერ შემთხვევაში, როგორც კი აღმოვაჩენთ, თქვენ სასარგებლოდ მისი გამოყენება შეგიძლიათ. და ტრადიციულად გავცდები ამ კანონის ფორმულირებას და დავამატებ, რომ არა მარტო ძალაუფლების, ესე ვთქვათ, ტრადიციული გაგებით სავალგზაზე შეიძლება ეს კანონი გამოგვადგეს, არამედ გავაანალიზოთ ზოგადად სხვადასხვა ინდუსტრიები როგორ მოქმედებენ ჩვენს თავდაუჯერებლობაზე, ჩვენს მოთხოვნილებებზე, ან უკონტროლო ემოციებზე. მაგალითად, ტელევიზია და ტრადიციული, ასე ვთქვათ, მედია არის ხელსაწყო იმისთვის, რომ გავრცელდეს შიში. შიში რისი? მაგალითად, ქართველს ეშინია ომის, დაპყრობის, ეს რაც გვაქვს უამრავი საუკუნის ტრავმები, რომ არ გამეორდეს იგივე. შესაბამისად, რა ხდება ტელევიზიით? ამ ჩვენს შიშს, ესე ვთქვათ, ურტყამენ. და არა მარტო ტელევიზიით, დღეს სოციმედიითაც. შემდეგ არის მაგალითად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურები. და არა მარტო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურები, უბრალოდ ინდივიდები. როგორც კი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ან თუნდაც ფიზიკური პირი მეორე პირზე მოიპოვებს, ესე ვთქვათ, კომპრომატს, იმის მიხედვით თუ რამდენად მტკივნეულია და რამდენად ურტყამს ადამიანის თავდაჯერებულობას ამ კომპრომატის გავრცელება, ხდება მისი შანტაჟი, თუ ეს საჭირო გახდა. თუმცა ძალიან კარგია, რომ კანონის ფარგლებში ეს ისჯება და აქვე ვიტყვი ჩემი აუდიტორიისთვის, რომ თუ ვინმეს გააქვთ მსგავსი შემთხვევა, შეგიძლიათ მიმართოთ სამართალდამცავ ორგანოებს და აუცილებლად მოყვება ამას რეაგირება, არ ხართ კანონით დაუცველები. ასევე პერსონალურ ბრენდებზე რომ ვისაუბროთ, კონტენტ კრეატორებზე და ინფლუენსერებზე და მათ შორის ჩემს პერსონალურ ბრენდზე ჩვენ ვსაუბრობთ ან ვაჩვენებთ ადამიანებისთვის მტკივნეულ, საჭირო ან ისეთ თემებს, რაშიც ადამიანები არიან დანაკლისი. მაგალითად, ჩემს შემთხვევაში გამბედაობა, რომ დაიწყო პერსონალური ბრენდი, ფულის ფსიქოლოგია, კოუჩინგი, სხვის შემთხვევაში მდიდარი ცხოვრების სტილი, შვილი, ქმარი, მოგზაურობა, ხო? ანუ ადამიანი რის დანაკლისშიც არის და რის გამოც შეიძლება მას გაუჩნდეს შური ან ესე ვთქვათ, არ იყოს თავდაჯერებული, იმ თემებზე მიდის აპელირება, ოღონდ ეს არ არის ცუდი. ანუ ეს არის რეალურად საზოგადოებისთვის საჭირო თემა. მაგალითად, მე ესე ვთვლი, რომ საქართველოში ფულის იდენტობა და ფულთან დაკავშირებული და ზოგადად სიუხვესა და სიმდიდრესთან დაკავშირებული იდენტობა, მენტალობა, აზროვნება, რაც კიდე დავარქვათ, არის შესაცვლელი, გასაფართოებელი, ძველი კოდები წასაშლელი. აქედან გამომდინარე, მიწოდება ვიდეოების მაქვს ამ მტკივნეულ
თემებზე. ამ კატეგორიაში, როგორიც არის აღმოაჩინე თითოეული ადამიანის სისუსტე და მერე ესე ვთქვათ, მიხვდები როგორ მიაღწიო ძალაუფლებას, არის წინასაარჩევნო დაპირებებიც, ხო? ანუ წინასაარჩევნოდ ხდება ზუსტად ისეთ თემებზე აპელირება და ხაზგასმა და დაპირება, რაც გვაკლია, რაც გვინდა, რაც არის ჩვენი ოცნება არასდროს არ ვქონია, მაგალითად პენსიონერს რომ მქონდეს, არ ვიცი, 5,000 ევროს ექვივალენტი ლარში პენსია და ასეთი სხვა მრავალი. კიდევ ერთი არა, რამდენიმე ესე ვთქვათ მაგალითი მაქვს დაგროვების ბარათები. ყველგან აფთიაქში, ქსელურ მაღაზიებში, არაქსელურ მაღაზიებში, საზღვარგარეთ, საქართველოში მოკლედ ძალიან აქტუალურია დაგროვების ბარათები. ერთი შეხედვით ეს არის, ესე ვთქვათ, მარკეტინგული შეთავაზებების ხელსაწყო, მაგრამ მეორე მხრივ აქ ხდება ადამიანის სუსტი მხარეების შესწავლა და არა მარტო სუსტი, ან შეგვიძლია სუსტად არ შევფუთოთ, მაგრამ მე თუ ჩემი ბარათით დაგროვების სულ ვაფიქსირებ, რომ მუდმივად ვყიდულობ, ესე ვთქვათ, სნიკერს, ეს არის ჩემი სუსტი წერტილი, ანუ მასზე ვარ დამოკიდებული. აქედან გამომდინარე ამ დაგროვების ბარათების მიღმა, გარდა იმისა, რომ შემოგთავაზონ ფასდაკლებები ან არ ვიცი, სხვადასხვა შეთავაზება, დგას კიდევ უფრო, ესე ვთქვათ, დიდი სისტემა, რაც არის ადამიანის პროფაილინგი, ანუ ჩამოაყალიბონ ადამიანებზე ინფორმაცია, პროფილი, მათი ინტერესის, ძლიერი სუსტი მხარეების, როგორი ხარჯვის, ესე ვთქვათ, კულტურა აქვს და მე მაგალითად არ ვიყენებ საერთოდ დაგროვების ბარათებს, გარდა მე მგონი, სადაც ბენზინს ვასხამ, მაგრამ იქაც არ ვარ, ესე ვთქვათ, ერთგული მომხმარებელი. და კიდევ როგორ შეიძლება გამოვიყენოთ ის, რომ ადამიანის სისუსტეს აღმოვაჩენთ. მაგალითად, თავიდან სანამ არ მქონდა აუდიტორიასთან ისეთი ახლო კავშირი, როგორიც უნდა მქონოდა და რეალურად შემოიფარგლებოდა ეს მხოლოდ კომენტარებით, წაკითხვით, პასუხით და არ ვიცი, დაირექტ მესიჯებზე პასუხით, არ მქონდა ზუსტი წარმოდგენა, რა აინტერესებდა ხალხს. თითქოს მე მინდოდა იმის გაზიარება, თითქოს კი არა და მართლა მინდოდა იმის გაზიარება, მე რაც მაინტერესებდა, ეს იყო სულიერება, ტრანსფორმაცია, ქვეცნობიერი, ცნობიერი და მე აუდიტორიასთან რაც დავამყარა ისეთი კავშირი, რომ გავიცანი ჩემი გამომწერები, მხარდამჭერები, ხო? მივხვდი, რომ მათი, ესე ვთქვათ, ტკივილი არის ჯერ ფული, სიმდიდრე, ანუ სიღარიბიდან სიუხვეში გადმოსვლა. აქედან გამომდინარე, სულიერების თემა, რა თქმა უნდა, ყოველთვის არის აქტუალური და წესით უნდა იყოს ნებისმიერი ადამიანისთვის, მაგრამ მასლოუს პირამიდას თუ მივყვებით, თუ ადამიანს ჯერ არ აქვს დაალაგებული საბაზისო მოთხოვნილებები, მატერიალური, ძალიან ძნელია, რომ გადავიდეს ცნობიერების სხვა ეტაპზე. ეს გავიგე და შესაბამისად დავიწყე ჩემი ვიდეოების ჩაწერა, თუმცა არა ისეთ თემაზე, რომელიც ჩემი არ იყო, ხო? ამიტომ ყოველთვის საჭიროა უკავშირი კლიენტისგან, რომ გავიგოთ, მათ რაში ჭირდებათ დახმარება და რა არის მათი სისუსტე. ეს კანონი გამოადგება ნებისმიერ ადამიანს, რომელიც არის საჯარო სფეროში, კერძო სფეროში არის თვითდასაქმებული, აქვს ნებისმიერი ბიზნესი ან პერსონალური ბრენდი, იმისთვის, რომ შექმნას სწორი ბაზრის საჭიროებაზე მორგებული პროდუქტი და მომსახურება. აქედან გამომდინარე, გავაგრძელოთ ახლა გარჩევა. თავის დაცვა ყველას გვიწევს. თითოეული ადამიანი ატარებს ჯავშანს, რომელიც იცავს ცვლილებებისგან, მეგობრების უტაქტობისა და მტრების თავდასხმებისგან. ყველაზე მეტად გვინდა თავი დაგვანებონ და ჩვენი შეხედულებისამებრ მოქმედების შესაძლებლობა მოგცენ. თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია გესმოდეთ, რომ სისუსტე აბსოლუტურად ყველა ადამიანს აქვს. ეს არის ერთგვარი დაუცველი ნაპრალი მათ ფსიქოლოგიურ ჯავშანში, რომელსაც არ შეუძლია წინააღმდეგობის გაწევა. რაც დაემორჩილება თქვენს ნებას, თუ მას აღმოაჩენთ და მასზე ზეწოლას მოახერხებთ. ზოგი არ მალავს თავს
თავის სისუსტეებს. ზოგი კი უმალავს მათ ყველას. ამ უკანასკნელთ ადვილად გაუმკლავდებით მათ თავდაცვით ნაგებობაში ხარვეზის აღმოჩენით. ნუ აქ უშუალოდ საუბარია პრემიერ-მინისტრობა თუ გინდა და არ ვიცი პრეზიდენტობა და მეფე გინდა იყო და ასე შემდეგ და ასე შემდეგ ესეთ პირდაპირ ესე ვთქვათ ხაზზე, მაგრამ რეალურად რომ ვისაუბროთ ჩემი და ჩემი აუდიტორიისთვის საინტერესო ჭრილში ამ კანონის მიხედვით ჩვენ გვჭირდება გვესმოდეს რა უნდა ჩვენს აუდიტორიას, რა არის მათი საჭიროება. თუ ყველაფერი კარგად არის, მაშინ იმ ადამიანს სავარაუდოდ სოციალური ქსელი საერთოდ არ აქვს და არც გვიყურებს. და ასევე სამსახურში არის ხო ძალიან საინტერესო მივხვდეთ რა ჭირდება ჩვენ უფროს ჩვენგან. მაგალითად, ერთ-ერთი ჩემი უფროსი რომ გავიხსენო, რომელიც არაერთხელ გამიხსენებია, ის იყო ჩემი მენეჯერი, რომლისგანაც ვისწავლე, როგორი არ უნდა ვიყო. არც როგორც მენეჯერი, არც როგორც პროფესიონალი, მოკლედ, როგორი არ უნდა ვიყო სამსახურში, მაგრამ ძალიან კარგად მივხვდი რა იყო მისი სუსტი წერტილი. მისი სუსტი წერტილი იყო, რომ მას არ უყვარდა მუშაობა, თუმცა უყვარდა ხილვადობა, ანუ სხვისი ნამუშევარი საკუთარ თავზე, ესე ვთქვათ, მიწერა და არ უყვარდა ეს ზედმეტად აი ოფისთან დაკავშირებული შეხვედრები, სულ ერჩივნა რომ გარეთ შეხვედროდა სხვადასხვა სტეიქჰოლდერებს და დაინტერესებულ მხარეებს. ამიტომ ესე ვთქვათ, ვერ ვიტყვი რომ ეხლა ეს კანონი ვიცოდი, მაგრამ მივხვდი. მე ვარ კარიერის დასაწყისში, მე ხლა ამ ეტაპზე თავარია დავაგროვო გამოცდილება, არის ძალიან კარგი პირობები, ძალიან კარგი კომპანია და აქედან გამომდინარე მე უნდა გამოვიყენო ეს შესაძლებლობა და რაც შეიძლება დიდხანს დავრჩე აქ ამ პოზიციაზე და მქონდეს თან კომფორტული ჩემთვის ესე ვთქვათ გარემო და არ იყოს ტოქსიკური ურთიერთობა. მთელი ხილვადობა გადავაბარე მას და მთელი საქმე გადმოვიბარე მე. და აი ეს გაცვლა მოხდა და ის მიქმნიდა იდეალურ სასათბურე პირობებს იმისთვის, რომ გავჩერებულიყავი. სამსახურში სულ მიმატებდა ხელფას, ბონუსი თუ იყო სიტყვაზე X-დან Y-მდე, ანუ Y ამ შემთხვევაში მაღალი ნიშნული, მე ყოველთვის მქონდა მაღალი ბონუსი, იმიტომ რომ ვიცოდი მისი სუსტი მხარე და ამ სუსტ მხარეს ვუვსებდი. აქედან გამომდინარე, თქვენ შეგიძლიათ ესეთი წერტილები აღმოაჩინოთ თქვენს სამსახურებში, თუნდაც თქვენს უფროსთან, CEO-სთან, HR-თან, დასაქმებულებთან და გაცვლა მოახერხოთ რა, ანუ რაღაცნაირი ბარტერი გააკეთოთ და თქვენც მიიღოთ ის, რაც გინდათ და იმ ადამიანმაც მიიღოს, რაც უნდა და ესე ვთქვათ, თქვენ შორის იყოს ნულოვანი ემოციური ურთიერთობა. გულისხმობ, რომ არც გაბრაზდეთ ერთმანეთზე, არც ძალიან გიხაროდეთ, არამედ კომერციული ტრანზაქცია გააკეთოთ ოფიციალურად, ესე ვთქვათ, ხელშეკრულების გარეშე. შემდეგ გვეუბნება ავტორი, რომ ყოველდღიური საუბრები არის ყველაზე მდიდარი საბადო, რომელიც მოითხოვს წინასწარ მუშაობას იმისთვის, რომ თანამოსაუბრის სისუსტე გამოავლინოთ, ისწავლოთ მოსმენა. აი აქაც ავიღოთ ყოველდღიური საუბარი მაინც-მაინც ჩვენს მტერთან და პრემიერი რო უნდა გავხდე და არჩევნებში მივიღო მონაწილეობა, არა, განსაკუთრებით როცა პერსონალური ბრენდი გვაქვს და პერსონალური ბრენდით ვცდილობთ რამე გავყიდოთ. ყოველდღიური კავშირი ჩვენს პოტენციურ კლიენტთან, ან კლიენტთან, ან ყოფილ კლიენტთან. პოტენციური კლიენტისგან უნდა გავარკვიოთ, რას იყიდდა, როგორ იყიდდა, რა ფასად, რატომ არ იყიდდა, არსებულთან როგორ გავაუმჯობესოთ, მოეწონა თუ არა, რა სიტყვაზე დამატებითი სერვისი შეიძლება და შესულიყო, რომ ეყიდა პირობითად subscription-ი ან რამდენიმე პროდუქტი, ხო? წასულ კლიენტთან რა არ მოეწონა, ანუ სულ უნდა გვედოს, როგორც იტყვიან, პულსზე ხელი, როცა ჩვენ ვართ ჩვენი პროდუქტის გამყიდველები ან მომსახურების და არ უნდა დავჯდეთ იმ პოზაში, რომ
10-თა უკვე გაყიდვები იმას, რაც განსაზღვრული მქონდა და აქედან გამომდინარე ისეთი მაგარი ვარ და cool, რომ აღარ მაინტერესებს, ესე ვთქვათ, რა უნდა ჩემს კლიენტს ჩემგან და სხვათა შორის ეგ საქართველოში ძალიან ხშირად შემინიშნავს, რომ ბიზნესი ძალიან კარგად დაიწყო, აი ყველას უნდა იმ ადგილას სიარული, რაღაცა მხარდაჭერაც, რაღაცა cool სიტუაციაა და მერე ესე ვთქვათ, ვისიც არის, ის გადის ამ ბიზნესიდან, პასიურდება და პრინციპში ჩვენ რესტორანზე ლამროზე პანამაში დაგვემართა ეგ, რომ აი არ ვიცი, მართლა მადლობა სამყაროს ღმერთს, მე ჩემ ქმარს რომ ეს შევძალით, მაგრამ აი პირველივე კვირაში იყო ფურორი და ბუმი ლამროზე პანამაში და შემდეგ 1 წლის თავზე გავხდით საუკეთესო რესტორანი პანამის. მეორე ადგილზე ვიყავით. სერვისში პირველ ადგილზე ვიყავით სამზარეულოში და მეორე ადგილზე მოკლედ გარემოში და ამან მოიტანა ის, რომ ზედმეტად დავიჯერეთ ჩვენი თავის, უბრალოდ ვიტყოდით, რომ შევანელეთ ძალისხმევა და დავკარგეთ კავშირი კლიენტებთან. ისე ხშირად აღარ მივდიოდით, თუ მივდიოდით, ცოტა ხნით, მარტო რომ გვეჭამა, დიდად არ ვესაუბრებოდით სტუმრებს და თითქოს გაწყდა ჩვენ შორის კავშირი და აი რამდენიმე სტუმარმა ინსტაგრამზეც მოგწერა, რომ თქვენ აღარ ხართ, წახვედით და დაიკარგა ის სული, რისი, ესე ვთქვათ, რის გამოც მოდიოდა ხალხი და ეს რომ არ დაგვემართოს, თუ ბიზნესი ჩვენია და ყოველთვის შეგვიძლია რომ ბიზნესი დავხუროთ და ვთქვათ, რომ აღარ არის ჩვენი საქმე და ამოვწურეთ ჩვენი თავი, არ გვაინტერესებს, მაგის აღიარება საერთოდ არ ტეხავს, ვიდრე ბიზნესთან ვიყოთ ტოქსიკურ ურთიერთობაში. სანამ ჩვენია და მოგწონს, ყოველთვის უნდა ვიცოდეთ, რომ ის უნდა იყოს ჩვენი DNA-ის, DNM-ის მატარებელი, რითი ჩვენი იყოფნით, ჩართულობით, კლიენტების გაცნობით, გამოკითხვით, ინფორმაციის გაცვლით, თვით რეკლამით და პოპულარიზაციით და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ძალიან კარგი კანონის დაცვა აქვს მოყვანილი, რომელიც ვფიქრობ გამოგვადგება თუ გავარჩევთ. მოკლედ არის 1925 წელი, ფლორიდა, პალმ-ბიჩი და პირველი კლასის სასტუმროა, დღეს რომ ვეძახით 5 ვარსკვლავიანს და იქ ჩავიდა ვიღაცა კაცი, მოკლედ Rolls-Royce-ით, Rolls-Royce-ზე იაპონელი მძღოლით, ძალიან დიდ ტიპებს ტოვებდა და აი ძალიან ისე სხვა რაღაც მდიდრულად რა და აი გავრცელდა, რომ გრაფი ვიქტორ ლუსტიგი ჩავიდა და ყველა ლაპარაკობდა ამ გრაფ ლუსტიგზე, რომელიც ძალიან კარგი ინგლისურით საუბრობდა და ცოტა გერმანული აქცენტი დაყვებოდაო და ამ ცოტა გერმანული აქცენტის გამო ყველამ დაასკვნა, რომ ის იყო, ესე ვთქვათ, წარმოშობით გერმანელი მდიდარი ოჯახიდან. არისტოკრატიო. და იქ დადიოდა, არავის დიდად არ ეკონტაქტებოდა, არც პატიჟებდა, არც იპატიჟებდა თავს, უბრალოდ იყო. და რა მოხდა? იქ იპოვა ერთი კაცი, რომელიც იყო ახალი გამდიდრებული, არ იპოვა, მიხვდა, რომ ახალი გამდიდრებული, როგორ? დღევანდელ დღეს რო გადმოვთარგმნოთ, Louis Vuitton-ი, Gucci, აი ეს რაღაცა სისულელე ბრენდების ლოგოები ყველგან, სადაც საჭირო არ არის საჭირო, ძალიან ბევრ, ესე ვთქვათ, ტიპებს ტოვებდა, ყველას ცდილობდა დაეპატიჟებინა, ხანდახან მარტო იწვნა, მოკლედ ვერ იყო რა ამ სიმდიდრის და სოციუმის ნაწილი. და მიხვდა, რომ ეს ადამიანი იყო რის დანაკლისში, რა იყო მისი სუსტი, ესე ვთქვათ, მხარე. თავდაჯერებულობა და ახალი გამდიდრებული იყო, არ იყო თვითკმარი, ეთყობა მშობლებმა სიყვარული დააკლეს, უპირობა და ეძებდა ამ უპირობო სიყვარულს და თან დამკვიდრებას ამ სოციუმში და გრაფმა ლუსტიგმა ის დაპატიჟა ვახშამზე და ამაზე გაგიჟდა, იმიტომ რომ ამ სასტუმროში ვინც ისვენებდა, ყველას ამ გრაფთან ერთად უნდოდა დროის გატარება და ეს იყო დისტანცირებული მათგან. და ეს კაცი, რომელიც იყო ახალი გამდიდრებული, იმდენად, ესე ვთქვათ, შოქში ჩავარდა და თან იმდენად საჭიროებაში იყო, რომ გრაფ ლუსტიგს გაეწია მისთვის კომპანიონობა, რომ რა თქმა უნდა მოაღო პირი ფული ისევ იშოვე, ასე იშოვე და საბოლოო ჯამში გრაფი ლუსტიგი აღმოჩნდა თაღლითი, რომელმაც ამ კაცს
მაშინდელი ფულით $25,000 და ეხლანდელი ფულით $400,000 მიყიდა ვითომ ნამდვილი ფულის საბეჭდი დოლარის მანქანა და ამის შემდეგ აღარ უნახავთ ერთმანეთი. ანუ მისი თავდაჯერებულობა გამოკვება იმ პატივით, რომ ერთად ისადილეს და შესაბამისად ძალიან მარტივად მოატყუა. მოდი ეს ახლა წავშალოთ მოტყუების ნაწილი, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია ვნახოთ რა უნდა ჩვენს კლიენტს და შევქმნათ ისეთი პროდუქტი და მომსახურება, რომელზეც კი არ მოგვიწევს ხვეწნა, რომ იყიდეთ ძალიან მაგარია გთხოვთ იყიდეთ, იმიტომ რომ გამოცდილება მაქვს, არამედ ბუნებრივად იყოს მისი ყიდვა იყოს ორგანული და ბუნებრივი. მაგალითად, სიტყვა ორგანულზე გამახსენე და რას ვეძებთ ყველა ჯანსაღ პროდუქტს, ხო? და აი მაგალითად წიწიბურა, რომელიც ბუნებრივად არის gluten free, იქიდან გამომდინარე, რომ ადამიანი უკვე გადავიდა ამ ცნობიერებაზე მეტწილად, რომ მოდი ჯანსაღი ვიყვებო, წიწიბურასაც უწერენ, რომ gluten free-ა და ყიდიან უფრო ძვირად. ვითომ ეს არ არის მისი ბუნებრივი მდგომარეობა. რატო? შეისწავლეს ადამიანის საჭიროება, რომ ის ეძებს gluten free პროდუქტს და მოდი რაც კი არის gluten free ბუნებრივადაც პირობითად პამიდორი, იმასაც დავაწეროთ, ვითომ ეს არის ესე ვთქვათ დამატებითი ბენეფიტი რაღაც და ჩვენ მზად ვართ ამაში ბევრი გადავიხადოთ, იმიტომ რომ არ ვიცით რა არის ბუნებრივად gluten free და რა არა, მაგრამ მოკლედ ესე ხდება მარკეტინგის აწყობა, დაიღალა ადამიანი სიჭრელით, აი ყველა ბილბორდზე სიჭრელით რა გააკეთა ბარბერიმ, მისი ესე ვთქვათ მთელი კემპეინი არის შავთეთრი, რომ ადამიანის თვალმა დაისვენოს მასზე, არ მოუნდეს გაქცევა, ხო? სულ სწავლობენ ჩვენს საჭიროებებს, ჩვენც უნდა ვისწავლოთ და აქ არაფერი არ ტეხავს, რა თქმა უნდა, თუ არის ეს იმ ფარგლებში, რომ სასარგებლო პროდუქტს ვქმნით, სასარგებლო მომსახურებას ვქმნით და მისი ღირებულება რაც არის, იმის შესაფერის, ესე ვთქვათ, თანხად ვყიდით. საპირისპირო მოსაზრება. ადამიანურ სისუსტეებზე თამაში მალავს სერიოზულ საფრთხეს. შეიძლება გააცოცხლოთ პროცესები, რომლებსაც ვერ გააკონტროლებთ. მაგრამ თუ ზემოქმედებას მოახდენთ მათ დაუცველ ადგილებზე, სფეროებზე, რომლებსაც ისინი ბოლომდე ვერ აკონტროლებენ, რისკავთ გამოიწვიოთ ისეთი ემოციები, რომლებიც ჩაშლის თქვენს გეგმებს. როდესაც მორცხვ ადამიანს უბიძგებთ გადამწყვეტი მოქმედებისკენ, მოულოდნელად ხედავთ, რომ ის ძალიან შორს მიდის. იმდენად თავდაჯერებული ხდება, რომ არად გაგდებთ. უმწეობა და უმწიფრობა თქვენდამი აგრესიულობაში გადადის. ვეთანხმები ამას, თუ არის საუბარი საჯარო სფეროში ძალაუფლების სვლის, ესე ვთქვათ, გზაზე, მაგრამ ჩემი პირადი აზრით იმას, რომ ჩვენი პოტენციური და არსებული და ყოფილი კლიენტის ესე ვთქვათ, საჭიროებებს ვიცნობდეთ და ზუსტად გვესმოდეს რა უნდა მას, ამას არ აქვს საპირისპირო მოსაზრება და ყოველთვის უნდა გავარკვიოთ, რას ვაწოდებთ, იმას ვაწოდებთ, რაც ჭირდებათ, თუ იმას ვაწოდებთ, რაც ჩვენ გვინდა და ხშირად ეს ორი რაღაც ერთმანეთს შეიძლება არ ემთხვეოდეს და ჩვენი აღქმით იყოს შესანიშნავი პროდუქტი ან მომსახურება, რომელიც სხვას არავის არ ჭირდება და მერე მოდის იმედგაცრუება, რატო არ იყიდება, იქნებ პროფესია აირჩია არასწორად, არა, მიწოდება აირჩიათ არასწორად და მიწოდება ჩაწოდება არის შესაძლებელი. სულ ეს იყო, რაც მინდა და ამ კანონის შესახებ მეთქვა. დიდი მადლობა. გთხოვთ გაუზიაროთ ეს ვიდეო ადამიანებს, ვინც ყიდიან თავიანთ პროდუქტებს და მომსახურებებს, პერსონალური ბრენდით ან მის მიღმა და ვფიქრობ, რომ ძალიან სასარგებლო იქნება მათთვის და ჩემთვის ძალიან მხარდასაჭერი დროებით.